გამშვიდობისა კიდევ ერთხელ თქვენ უყურებთ კურიერს 9 საათზე. Როგორ აპირებს მუშაობას და რა გეგმები აქვს უსის ყოფილ ხელმძღვანელს სახელმწიფო მინისტრის რანგში. ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ სატელევიზიო ეთერში ისაუბრა. სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატი და მომავალი ვიცე-პრემიერი ამბობს, რომ ყველაფერს გააკეთებს, რათა ქვეყანაში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტი და მართლწესრიგი დაცული იყოს. მდინარაძემ ისაუბრა სამართალდამცველთა მიერ ჩადენილ დანაშაულებზეც. მისი თქმით, დაინერგება კონტროლის უფრო ქმედითი მექანიზმები, რათა არც ერთი გადაცდომა არ დარჩეს სათანადო სამართლებრივი პასუხისგების გარეშე. თითქმის 8 თვის წინ იყო ეს ცვლილება გადაწყვეტილი, არ დაგიმალავთ, დღეს შეიძლება ამის თქმა იყო, მაგრამ მთელი რიგი გარემოებები, რის გამოც მე დროებით პოლიტიკური ხელმძღვანელობისა და გუნდის თხოვნით მოწოდებით, რეკომენდაციით დავიკავე ის თანამდებობა და გარკვეული პერიოდის შემდეგ წინასწორვე ეს გათვლილიც იყო, შეიძლება ასე ითქვას, თუმცა ეს არ იყო წინასწარ მაინც 8 თვეში ან 7 თვეში ან რაღაც პერიოდში დატოვებამ თანამდებობას, არამედ იყო მაშინ ასეთი საჭიროება და მაშინ არ ქონდა ჩვენ 100%-იანი გადაწყვეტილი ეს როგორ განვითარდებოდა, ამ დინამიკით იქნებოდა თუ არა, თუმცა საბოლოო ჯამში დაუბრუნდით დავარევერსით, რომ იტყვიან ხოლმე ის წინა გეგმა და პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით მე კოორდინაციას გავუწევ, ასე ვთქვათ, ძალოვან სისტემას. შევეცდები, რომ ჩემი ამ როლით კიდევ უფრო გავაძლიერო ის დინამიკა სამართალდამცავი უწყებების პოზიტიური დინამიკა, რაც ჩვენ ყველამ ერთად შევძელით ბოლო თვეების განმავლობაში, ეს იქნება კორუფცია, ეს იქნება ტერორიზმთან ბრძოლა, ეს იქნება ანტინარკოტიკული კამპანია, რამდენად სტანდარტიზებული და მასშტაბური იყო, ორგანიზებული დანაშაულთა ბრძოლა. ჩვენ გვაქვს გამოწვევა, რომ აი დღენიადაკ, როგორც იტყვიან, გვაძახებენ ბევრ რამეს, მათ შორის, რომ სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები, მაგალითად რომლებიც თქვათ ძალადობენ მოქალაქეებზე და ასეთ შემთხვევები ქონდა, როცა ჩვენც არ მოგვეწონა ხო რაღაცეები. ხა, რიგ შემთხვევაში დაბრალების მეტი არაფერი გვაქვს, ხო? არის უამრავი შემთხვევა, როცა სამართალდამცველს რაღაცა ზაბრალებენ და იქ უნდა დაიცვა ბოლომდე. მაგრამ როდესაც აშკარად დანაშაულს ჩადის, ამ შემთხვევაში ისევე მკაცრი უნდა იყო, რომ ამის პრევენცია მოახდინო მეორე მხრივ, როგორც სამართალდამცველებით მკაცრი ხარ სხვა სამართალდამცველების და დამნაშავის მიმართ. ბევრი გვილაპარაკია და ბევრი გვინერვიულია კიდევაც, რომ არ დაგიმალავთ, ხო? აი, როდესაც ძირს დაგდებულ ახალგაზრდა მამაკაცს სახეში წიხლით ცემს სამართალდამცველი. როდესაც ჟურნალის, ვინც არ უნდა იყოს, როგორიც არ უნდა იყოს, რა მნიშვნელობა აქვს, მე ეს ახლა კი არ ვამბობ, ბევრჯერ მithქვამს. თქვენთან წინა ეთერებშიც ამის შესახებ ზუსტად ასე მილაპარაკე, მაგრამ ახლა ჩემი კომპეტენცია ახლანდელის და ხვალინდელის, ასე ვთქვათ, მაძლევს იმისი უფრო თამამად თქმის საშუალებას, რომ შეიძლება ასეთი საკითხებით, მაგალითად, რადგან კონკრეტული მაგალითი მკითხეთ, თორე შეიძლება საერთოდ არ გვეთქვა ხო ეს, უფრო მეტად დავინტერესდეთ მომავალში პირობა დავდო, რომ ასეთების პრევენცია განუხრელად მოხდება და წარსულითაც შეიძლება დავინტერესდე, როდესაც ჩემი კომპეტენცია უკვე მექნება და უფლებამოსილებას შევალ მე როგორც სახელმწიფო მინისტრი და ვიცე-პრემიერი სამართალდამცავი უწყებების კოორდინაციის. ამავე ინტერვიუს დროს მამუკა მდინარაძემ ისაუბრა იგორ ბლაჟევიჩთან დაკავშირებით. მომავალი ვიცე-პრემიერი და სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატი ამბობს, რომ სუში მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, სადაც ოპოზიციის კატეგორიული უარის მიუხედავად, რომ მათ ბლაჟევიჩთან არანაირი კავშირი არ აქვთ, დევს არაერთი ამ ფაქტის ამსახველი ჩანაწერი. აქვე მდინარაძემ დააკონკრეტა, რომ ჩეხეთში მისი ვიზიტი იგორ ბლაჟევიჩს არ უკავშირდებოდა. შეგახსენებთ ბლაჟევიჩს, რომელიც პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრის ერთ-ერთი ლიდერია, ქართული ოცნება საქართველოში ანტიდემოკრატიული პროცესებისა და რევოლუციური სცენარების შემუშავებაში ადანაშაულებს. ეს იყო კვირებით ადრე დაგეგმილი ვიზიტი, გეგმიური სამუშაო, ძალიან კარგი შეხვედრები მქონდა სპეცსამსახურის ხელმძღვანელებთან, ორ ხელმძღვანელთან, უსაფრთხოების სამსახურის და დაზვერვის სამსახურის უფროსთან. უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელთან საერთოდ ამ თემას ჩვენ არ შევხებივართ, არ იყო მათი თემა. მეორე შემთხვევაში შევეხეთ, მეც აღარ გავაგრძელებ, თუმცა რაღაც ესეთი ჩაჭიდებული საუბარი ამასთან დაკავშირებით არ ვქონია. რაც შეეხება ბლაჟევიჩს. მე შემიძლია გითხრათ, რომ არ მოეწონება ჩემი შემდეგი წინადადება, არ მოეწონება ბევრ ადამიანს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, სადაც დევს არაერთი ჩანაწერი მასთან დაკავშირებით, მისი მონაწილეობით. ამიტომ, როდესაც ისინი თამამად საუბრობენ, არანაირი ბლაჟევიჩი, არანაირი დავალება, არანაირი ტრენინგი, არანაირი
მისი კომუნიკაცია საქართველოში ვიღაცებთან არ არსებობს. ამის საპირისპიროდ არსებობს კონკრეტული სისხლის სამართლის საქმე და კონკრეტული მოსამართლის განჩინების საფუძველზე აბსოლუტურად ლეგიტიმურად გაკეთებული ჩანაწერები, სადაც ამ ყველაფრის მამხილებელი სიტყვები, ფრაზები, ხმა კონკრეტული ადამიანები არსებობენ. ვიღაცებს გონიათ, რომ იქ არის მხოლოდ ტრენინგები, აქ არ არის მხოლოდ ტრენინგები. აქ არის კონკრეტული მითითებებიც. მათ შორის. როგორც კი შიგნით ფული ვერ შემოდის და ტრენერები ესე როგორც დადიოდნენ ბაკურიანში და სხვა სასტუმროებში ამაყად და საერთოდ პრობლემა არ ქონდათ და დღეს უკვე მიხვდნენ რომ პრობლემაა და პრობლემა მათი არის მხილება მთავარი და კანონი უპირისპირდება მათ გარკვეული სახთელების და პრევენციული სანქციების სახით დღეს უკვე დისტანციური ტრენინგები გადაწყვეტეს და დისტანციური დავალებები გადაწყვეტეს. აქაც ჩვენ საბედნიეროდ გავძლიერდით ისე უკვე შიდა უწყებრივად სამართალდამცველები, რომ შევძელით აქაც უკვე ჩამვდარიყავით იქ, სადაც მათ წარმოდგენა არ ქონდათ. და მე რომ ძალიან თამამი ვარ ამ განცხადებაში, ეს იმის ბრალია, რომ ყველა ნორმის განუხრელი დაცვით მოსამართლის განჩინების საფუძველზე არსებობს ამისი დამადასტურებელი მტკიცებულებები. ჯაშუობის ბრალდებით დაკავებული საქართველოს მოქალაქის აღკვეთის ღონისძიება უნდა განიხილოს დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ. სუსის ინფორმაციით, ბრალდებული უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებმა გადაიბირეს და მას ფარული ფსევდონიმიც ჰქონდა მინიჭებული. გამოძიების მტკიცებით დაკავებული ფულადი ანაზღაურების ანაცვლოდ ძალოვანი უწყებების დისლოკაციის ადგილებსა და სტრატეგიულ ობიექტებს ფოტო და ვიდეო მასალას უღებდა. ამავე საქმეში ფიგურირებს კიდევ ორი პირი, მათზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდა. დიუშენის პრეპარატები და რეალური რისკი ადამიანის ჯანმრთელობისთვის. ამ თემაზე კიდევ ერთხელ ჯანდაცვის მინისტრმა ამჯერად ღამის კურიერის პირდაპირ ეთერში ისაუბრა. მიხეილ სარჯოლაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ სახელმწიფო აღნიშნული მედიკამენტების შემოტანისგან თავს ფინანსური ხარჯის გამო არ იკავებს და რომ მთავარი პაციენტის ინტერესებია. ამ წამალს აქვს უმძიმესი შედეგები ჯანმრთელობისთვის. უზარმაზარი რისკების მატარებელი. აი იმ პერიოდში ღებულობენ ამ მედიკამენტს ბავშვები, როდესაც მათ სიცოცხლეს წესით არავითარი საფრთხე არ ემუქრება იმ ასაკში. საუბარია 10 წლამდე ასაკში. და ასეთ პირობებში უეცარი სიკვდილის რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა. განაი ეს არ არის მიზეზი იმისა, რომ ფრთხილად ვიყოთ ჩვენც და ბუნებრივია ის ევროპული სახელმწიფოებიც, რომელიც იგივე გადაწყვეტილებების მომზადების პროცესში არიან. იგივე საკითხებს იხილავენ. რეგისტრაციის საფუძველი შეიძლება არსებობდეს, რეგისტრაციაც განხორციელდეს, მაგრამ მედიკამენტთან დაკავშირებით შეიძლება არსებობდეს კითხვის ნიშნებიც. მათ შორის მის ეფექტიანობაზე, მის უსაფრთხოებაზე და ასე შემდეგ. ამ ხელისუფლებას სხვასთავი რო დავანებოთ, არაერთხელ დავუმტკიცებია, რომ თანხა არ არის მთავარი, რის გამოც შეიძლება რამე ხარჯისგან თავი შეიკავოს, როდესაც საქმე ეხება პაციენტის ინტერესს. ამაზე მეტყველებს ის, რომ დღეს რამოცულობის არის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაც და თუნდაც ის იშვიათი დაავადებების მკურნალობის საშუალებები. აუცილებელი არის ინსტიტუციურად მივიდეს პრაქტიკულად საზოგადოება დასკვნამდე, რომ მედიკამენტი უსაფრთხოა, ვარგისია. გვიანობამდე გაგრძელდა პოლიციის მთავარ სამმართველოში ოპოზიციის ორი აქტივისტის ლუკა ჭოხონელიძისა და ალბი კორძაიას გამოკითხვა. ჭოხონელიძეს გაუპატიურებასა და სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ. კორძაიამ 2 დღის წინ გამოქვეყნა პოსტი, რომლითაც ჭოხონელიძე სექსუალურ ძალდობაში დაადანაშაულა, თუმცა მსხვერპლის ვინაობა არ დაუსახელებია. გამოკითხვის დასრულების შემდეგ წაყენებული ბრალი მედიასთან უარყო ჭოხონელიძემ. მისი თქმით, ცილის წამებისთვის ის სასამართლოს აუცილებლად მიმართავს. საგამოძიებო უწყება კომენტარის გარეშე დატოვა ალბი კორძაიამ. ძირითადად იყო პოსტის მიმოხილვა, რა პოსტიც იხილეთ ალბათ ყველამ და ხო, რა ვიცი, დარწმუნებული ვარ ერთ რამეში მკაფიოდ, რომ სიმართლე აუცილებლად იზეიმებს და მჯერა რომ მათ შორის ასეთ რეპრესიულ პირობებშიც შემიძლია ჩემი სიმართლის დამტკიცება, ხო, ასე რომ ასე ვთქვათ, სამტკიცებელი და სალაპარაკო ბევრი არაფერი მაქვს. უახლოეს დღეებში იწყება მეორე ნაწილი, როცა ცილის წამების წინააღმდეგ აუცილებლად შევიტანთ საჩივარს.
სუსის ყოფილი უფროსის გრიგოლ ლილუაშვილის წინა სასამართლოს ხტომა შედგა გუშინ დღის ბოლოს თბილისის საქალაქო სასამართლოში. დახურულ რეჟიმში წარმართულ პროცესზე მხარეებმა მტკიცებულებების დასაშვებობასა და საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე გადასვლასთან დაკავშირებით იმსჯელეს. ხტომას თავად ბრალდებულიც დაესწრო. ლილუაშვილი 4 თვის წინ საგამოძიებო უწყებაში გამოკითხვაზე მისვლის შემდეგ დააკავეს. მას გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ღირთა მისაღებას ედავება, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ არის ჩადენილი. მტკიცებულობის გავლა ხდებოდა ბრალდების ხარის და ჩვენი პოზიციები იქ რა შეჯერებული და სასამართლო გამოიტანა რაღაც კონკრეტული გადაწყვეტილება ჩვენი შუამდგომლობების კუთხით ნაწილები დაკმაყოფილდა შესაბამისად ამ მტკიცებულებებით წავდგებით სასამართლოში და ვფიქრობთ რომ შევძლებთ დანაშაულების დამტკიცებას ჩვენი დაცვის. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია სრული მოცულობით სასამართლომ ცნო დასაშვებად და დაერთო საქმეს როგორც მტკიცებულებები. ბრალდების მხარეს წარმოდგენილი ეყოლება სასამართლოში და ბუნებრივია ისინი ნუსხაშიც მითითებული არიან ის მოწმეები, რომლებიც თითოეულ ეპიზოდთან მიმართებით ადასტურებენ ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენის ფაქტს, მათ შორის ვიდეო აუდიო ჩანაწერებზეც არის საუბარი და შესაბამისად ბრალდების მხარე დარწმუნებულია იმაში, რომ ამ მტკიცებულებების არსებითი განხილვისას გამოკვლევისას სასამართლო მივა ერთადერთ სწორ გადაწყვეტილებამ და გამომტყუნებელი განაჩენის სახით. რუსთავში სანაპიროს ქუჩაზე ახალი საგზაო ინფრასტრუქტურა ეწყობა. პროექტის ფარგლებში 3300 კვადრატულ მეტრ ფართობზე ასფალტის სამფენიანი საფარი იგება. მოეწყობა სანიაღვრე სისტემა და ტროტუარები, დამონტაჟდება გარე განათების ახალი ქსელი და მწვანე სივრცეები. სამუშაოები ქალაქის 4 სხვადასხვა უბანში ერთდროულად მიმდინარეობს და მას ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტი აფინანსებს. 4 ძირითადი ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები პარალელურად მიმდინარეობს. ასფალტთან ერთად მოეწყობა საფეხმავლო, გამწვანებული სივრცეები და ასევე ამ ქუჩაზე სხვადასხვა ის პრობლემები გამოვასწორეთ, რომელიც წლების განმავლობაში მოსახლეობისთვის იყო გამოწვევა. ქართულ-იტალიური მუსიკალური დიალოგი ბათუმის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში მორიგი მუსიკალური საღამო გაიმართა. კონცერტში იტალიელი მევიოლინე, დირიჟორი და ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის სიმფონიური ორკესტრი მონაწილეობდნენ. შესრულდა მსოფლიო კლასიკური მუსიკის შედევრები. საერთაშორისო ფესტივალი აჭარის მთავრობისა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, ასევე ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის ორგანიზებით ტარდება. ფესტივალი ხვალ დაიხურება. მე მინდა მიულოცო ჩვენს ორკესტრს ბატონ დავით მუქერიას, რომელიც მოამზადა ორკესტრი ასე არაჩვეულებრივად ჩვენს მუსიკოსებს, რომ ჩვენ ამდენად შეგვიძლია ვიამაყოთ, რომ აი ესეთი მაღალი დონის მუსიკოსებთან ერთად, მაესტროსთან ერთად, რომელიც ჩამოვიდა იტალიიდან, რეგიონისთვის ეს არის უმნიშვნელოვანესი, ასეთი მაღალი დონის მუსიკოსების სტუმრობა. ეს ჩემი პირველი ვიზიტია საქართველოში. მანამდე არასდროს ყოფილ ვარ. შესანიშნავი ატმოსფეროა, არაჩვეულებრივი ორკესტრი, კარგი განწყობა. საზოგადოება იყო წარმოუდგენლად ფანტასტიკური. ასეთი ყურიერი 9 საათზე დღის ახალი ამბების ნახვა ვრცლად ჩვენს ვებგვერდზე შეგიძლიათ. მე კი